გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვდა დახვეწას, გაუმჯობესებას, ამ თვალსაზრისით გადაიდგა ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება როგორც ონკოლოგიური პაციენტებისთვის, იმავდროულად ონკოლოგიური ექიმებისთვის, კლინიკებისთვის, რომელიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საზოგადოდ და აწვდიან სახელმწიფოს დაკვეთით სერვისებს ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ეს უკავშირდება ძირითადად ფინანსურ მოდელებს და თანამშრომლობას კლინიკებთან და გულისხმობს წესრიგის შეტანას, დახვეწას ამ თვალსაზრისით პროცედურების, რომელიც უკავშირდება უპირატესად, რა თქმა უნდა, დაფინანსების საკითხებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ერთიანი სატარიფო პრინციპების შემოტანას, რომელიც ჩაანაცვლებს ერთგვარად გარკვეული ბუნდოვანების მქონე გარკვეულ რეგულაციებს და მეორეს მხრივ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მეტი წესრიგის, მეტი სიცხადის შემოტანის გზით პრაქტიკულად უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს კლინიკებისთვის, იმისთვის, რომ უფრო სტაბილური, უფრო უზრუნველყოფილი იყოს ის მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში გაეწევათ ონკოლოგიურ პაციენტებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმაა იმ თვალსაზრისითაც, რომ პრაქტიკულად ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ შემდგომი გაუმჯობესებებიც მოყვეს ამ მიმართულებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის აუცილებელი სერვისების განვითარებას. რაც შეეხება საკითხის შინაარსობრივ მხარეს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით საყურადღებო ერთ-ერთი მიმართულება თვითონ სერვისის შინაარსის ახლებურად განსაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად ერთგვაროვანი, უნიფიცირებული, უნივერსალური მომსახურება განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს პრაქტიკულად მინიმალური, ასე ვთქვათ, პაკეტის განსაზღვრას, რა აუცილებელი პროცედურები იქნება განხორციელებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აისახება ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობაზე, მათ კეთილდღეობაზე, იმდენად, რამდენადაც გააუმჯობესებს მათ ექიმებისა, ექიმების პროფესიონალების და კლინიკების სტაბილურობას ამ თვალსაზრისით იქნებიან უფრო მეტად ორიენტირებული, უფრო მეტად განვითარებული საიმისოთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი ხარისხის სერვისი შესთავაზონ ონკოლოგიურ პაციენტებს. ახალი მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის არსებობას, ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საიმისოთ, რომ აბსოლუტურად ცხადი იყოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კარგად პროგნოზირებადი და დაგეგმვადი იყოს ამ სერვისების მიწოდება. და იმავდროულად, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ ამ ტარიფების შესაბამისი მომსახურების კაფიოდ განსაზღვრა განხორციელდა. სად რამდენი ანალიზი უნდა ჩატარდეს, სად რამდენი იქნება, ვთქვათ, განსახორციელებელი პროცედურები და ყველაფერი ეს დარეგულირებული იქნება ამ ახალი ნორმატიული აქტების მეშვეობით. საკითხი მათ შორის გულისხმობს იმას, რომ აი სირთულეები, რომელიც ახლდა თან აი ამ არამკაფიო, არაცხად რეგულაციებს შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდა გარკვეულ სირთულეებს ანგარიშსწორების თვალსაზრისითაც. ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილი და გადაწყვეტილია, ჩვენ შევთავაზეთ სამართლიანი პირობა მთლიანად სექტორს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აისახება მათ საქმიანობაზეც და ამ ურთიერთობების უფრო სწორად მოწესრიგებაზეც. მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს პროცესი ჩატარდა ძალიან აქტიური ჩართულობით ონკოლოგიური ონკოექიმების ჩართულობით და მეორეს მხრივ თვითონ კლინიკებიც ამ ყველაფერში აქტიურად ჩართულები იყვნენ, რამაც რა თქმა უნდა განაპირობა, რომ პრაქტიკულად მზად არის სექტორი საიმისოთ, რომ ეს სიახლე მიიღოს ერთის მხრივ და პოზიტიურად შეეგებოს ამ სიახლეებს. რეალურად იმპლემენტაციაც დაიწყოს პრაქტიკულად პირველივე დღეებიდანვე ყოველგვარი გართულებისა და სირთულეების გარეშე.